ჩვენ ჩავწერეთ მოქალაქე, რომელიც გუშინდოლიძის ქუჩაზე გახდა თავდასხმის ობიექტი, მაშინ როდესაც თანამშრომლებთან ერთად გამოვიდა და გაიფიცა და ამ გზით გამოხატა სოლიდარობა დაკავებულების მიმართ და მოითხოვა ხელახალი არჩევნები. როგორც გვიყვება, დაგეგმილი იყო სავარაუდოდ მათზე თავდასხმა, რადგან ერთი და იგივე ავტომობილით გადაადგილდებოდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც ორჯერ გააჩერა მასთან და მის თანამშრომლებთან ერთად, შეაგინა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ გამოჩნდნენ უკვე ჯგუფად რამდენიმე ადამიანის ჯგუფი, რომლებიც მათი მიმართულებით წამოვიდნენ, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ ამას მოყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. გარდა ამისა, გვიყვება, რომ კვერცხები ესროლეს აქციის მონაწილეებს, მაშინ როდესაც ისინი გაფიცვის მიზნით გარეთ იყვნენ გამოსულები. ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, შესაბამისად ანგარიშსწორება, მათ შორის ფიზიკური, იყო წინასწარ განზრახული. ერთადერთი ფრაზები, რაც ამ დროს ისმოდა, არის ის, რომ მათ უბანში არავის ჰქონდა უფლება, რომ გაეპროტესტებინან, გარეთ გამოსულიყო და ის ამბობს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს არ მოეწონათ ის, რომ მოქალაქეები თავისუფალი სიტყვის გამოხატვას ცდილობდნენ და ამ გზით აპროტესტებდნენ სისასტიკეს, რასაც ქართული ოცნების მხრიდან ხედავენ ბოლო თვეების განმავლობაში. ამის შემდეგ გვიყვება, რომ პოლიცია იყო ადგილზე, გამოკითხა მათ შორის დაშავებულებიც, დაინახა, რომ წავიდა იმ ჯგუფის მიმართულებით, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირიც იმყოფებოდა. როგორი გადაწყვეტილება მიიღო ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ უკვე ეს ინფორმაცია მას ხელთ აღარ აქვს. გარდა ამისა, ამბობს, რომ მიუთითებდა ის კონკრეტულად ერთ ავტომობილზე, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თავდასხმაში მონაწილე პირების ნაწილი და ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია ხელთ ჰქონდა, მას დროული რეაგირება არ ჰქონია და მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები ადგილზე გარკვეულწილად მაინც რჩებოდნენ. რაღაც მომენტიდან დაიწყო მობილიზება რამდენიმე ადამიანის იქვე, ჩვენს მოპირდაპირედ და მე ვიღაც ქალმა გითხრა, რომ ეხლა ესენი კვერცხებს დაგიშენოთ, მართლა ესე მოხდა რაღაც 5 წუთში. სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა. რამდენიმე წუთში ჩამოიარა პრადოთი ადამიანმა, რომელიც არ ვიცი ვინ არის, უბრალოდ დაგვიწყო გინება, რაღაც საშინელი სიტყვების ძახილი და ესე რაღაც ჩხუბით ჩაიარა მერე. ამასობაში მოგრავდა ბიჭა, გამრავლდა, გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს. ხედავ, რომ 5 ადამიანი ყვირის, რომ ნუ დაგვღალეთ, ნუ გვამწარებთ, მოგვბეზრდით უკვე და ასე შემდეგ. და როგორც კი დასრულდა ეს რაღაც შეძახილები, მოდიოდნენ ნელ-ნელა და გამოვარდნენ და დაგვიწყეს ხმა. ბიტებით, რა ვიცი, მუშტებით, ტონი და ეს ხასიათი ჰქონდათ ისეთი, რომ აი აქ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვეკარება და მოგვაწოდეს ნაცნობებმა და მეგობრებმა, რომ ერთ-ერთი არის ნამდვილად მერიის თანამშრომელი, ერთ-ერთი, როგორც ვიცით, არის ქართული ოცნების პარტიული წევრი, ხო, რაღაცა ორგანიზატორი თუ არ ვწდები, ნუ პარტიის წევრი რომ არის, ეს ვიცი. დანარჩენები სიმართლე გითხრათ, უბრალოდ უბნის ბიჟა იყო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ბევრი მათგანი არ იყო ფხიზელი. ვიდეო კადრები, რომელიც დოლიძის ქუჩიდან ვრცელდება, ჩანს დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება და მარტივად არის იდენტიფიცირებადი ის პირები, ვინც მონაწილეობენ ამ ანგარიშსწორებაში. რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება ჩვენ შევძელით, მათ შორის 4 არის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენელი, მერიის თანამშრომელი, მათგან ერთ-ერთი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, არის ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუცალებია, დაიწყო თუ არა გამოძიება ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.